ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარეს და პატიმარ პოლიტიკოს სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს გადაადგილებისას კი ჯოხი სჭირდება. ამის შესახებ დღეს მისმა ადვოკატმა განაცხადა. შოთა თუთბერიძის თქმით, ხოშტარია წინააღმდეგი იყო ამის შესახებ საჯაროდ ესაუბრათ, თუმცა აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ციხის სამედიცინო პერსონალმა და დაწესებულების დირექტორმა სათანადო ყურადღება არ გამოიჩინეს. ხოშტარიას ქრონიკული დაავადებები დაპატიმრებამდეც ჰქონდა, ასეთია პენტენსიურის განცხადება. დღეს 6 საათზე პენტენსიურ სამსახურთან ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართება. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ოცნებაში ლუქსემბურგიდან სამხარაძის მიერ ნათქვამის ახსნა დღეს ძარქუას მოუწია. ოცნების დეპუტატი ირწმუნება, რომ გამჭვირვალობის კანონის უკან გაწვევა არ იგეგმება და სურვილის შემთხვევაში ევროკომისიას მხოლოდ მის მნიშვნელობას აუხსნიან. ამოღებულია $62,000-ზე მეტი თანხა, ავტომანქანების საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 ადამიანი დააკავა. რალიწარეთკინა დამატებით 9 პირს, მათ შორის არიან საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტებიც. რუსეთში ყოველ მეოთხე ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა. ისინი ოკუპანტის სახელმწიფოს 70 რეგიონში, ასევე მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ამოქმედდა.